მოგესალმებით, დღეს არის e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და ძალიან საინტერესო ეპიზოდია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრი კომპანია დაგვიკავშირდა და გითხრა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ასოციაციას, e-commerce ასოციაცია საქართველოს გაუკეთონ AI chatbot-ი, რომელიც საკმაოდ ისეთ საინტერესო კონცეფტია, როგორც იცით უკვე. და მოდი გავიგოთ დეტალები რა შვება ეს chatbot-ი, როგორ მუშაობს, რა არის, რატო არის და საიდან გაჩნდა ეს კარგი ინიციატივა, რომ ასოციაციას ასე ვთქვათ დახმარებოდნენ. თაზო, დიდი მადლობა ამ კარგი ნაბიჯისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან კარგი და გამოსადეგი რაღაცა არის. მოდი აი მომიყევი, საიდან გაჩნდა ეს იდეა რა ზოგადად რომ ასოციაციისთვის გაგიკეთებინათ ესეთი გადაწყვეტა, ასე ვთქვათ. მოგესალმები. ვინც გვიყურებს. მადლობა ეპიზოდისთვის და სიამოვნებით გიპასუხებ. ჩვენ სულ მეგობრული ურთიერთობა გქონდა ასოციაციასთან და ესეც რაღაც მეგობრობის თუ პარტნიორობის ახალი ეტაპი არის. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ზოგადად ასოციაცია ძალიან აქტიურია ბაზარზე, ძალიან ეხმარება ეკოსისტემის განვითარებას და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც განვიხილავდით წინა წლის კვლევებს, Galten Taggart-მა გააკეთა კვლევა და გაგვიზიარა შედეგები. კითხვები ჩდებოდა, რომ როგორ მიმდინარეობს ბაზარი და ვიფიქრეთ, რომ ეს კითხვები ივენთის შემდეგაც ექნებოდათ ადამიანებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ვერ დაესწრო ივენთს და საინტერესო იქნებოდა ამ შეკითხვებზე პასუხების მიღება. ეს რეპორტი, როგორც ვიცი, ხელმისაწვდომია თქვენ საიტზეც, თუმცა რატომაც არა AI-ის დახმარებით დღევანდელ დღეს ესეთი აქტუალურია. ჩვენთვის AI-ის ჩატი არ არის ახალი თემა, როგორც იცი მაღაზიებს თავაზობთ AI chatbot-ებს, როგორც მომხმარებლის კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ისე გაყიდვების გასაზრდელად, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ გაზრდიდა ეს engagement-ს თქვენ საიტზე, ჩვენ შემთხვევაში visibility-საც გაგვიზრდიდა და საინტერესო იქნებოდა და გაამართლა კიდეც. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო solution-ია. ჩვენთვის და ჩვენც ახლა ანალიტიკიდან ვხედავთ რა, რომ აშკარად მომატებული გვაქვს საიტზე აქტივობა რა, ანუ ტრაფიკიც გაიზარდა და ხალხიც ბევრ კითხვას უსვამს ამ chatbot-ს რა. მოდი აი ამაზეც მომიყევი რა, რომ რა კითხვები შემოდის უფრო როგორი არის და ვთქვათ, აი კლასიკური FAQ-დან რითი განსხვავდება, ასე ვთქვათ რა. გეტყვი, ერთის მხრივ ისევ Galten Taggart-ის რეპორტს რო დაუბრუნდე, მაგ მიმართულებით ისმევა ბევრი კითხვა, აინტერესებს ხალხს ბაზარი, საით მიდის, რა თქმა უნდა. ბოდიში გაგაწყვეტნებ, ეგ სხვა შორის ცალსახად მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მაგარი რეპორტია რა, იმიტომ რომ e-commerce-ის მიმართულებით ესეთი კარგი და გემრიელი კვლევა სხვა ფაქტიურად ბაზარზე არ არის, რაც ნუ ძალიან ესეთ სამწუხაროა, იმიტომ რომ უნდა იყოს ბევრი და ეს არის ერთადერთი რა. გეთანხმები და გარდა რეპორტის უბრალოდ წაკითხვისა, ასევე შემდეგ იმის გაანალიზებაში ეხმარება AI მომხმარებელს და შეიძლება მიმდინარე ტრენდებზე ესაუბროს და ბიზნეს გადაწყვეტილებებშიც კი დაეხმაროს შესაბამისად, ვინც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მეორე მიმართულება, რაც გამოვარჩევდი აქტივობის კუთხით და ხშირი შეკითხვები არის წევრობასთან დაკავშირებით, რომ კითხულობენ რა ბენეფიტები აქვს წევრობას და თუ როგორ უნდა გაწევრიანდნენ ასოციაციაში და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საიტზე ისაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ნუ AI-ის დახმარებით როგორც კარგია ეგ რო გავიგეთ რა. და კიდე აი დავუშვათ თვითონ სუფთა e-commerce ბაზრის მიმართულებით რა კითხვები შემოდის რა. ანუ აი Galten Taggart-ის ამ კვლევიდან რა ინტერესებს ხალხს. თემას რასაც ალბათ გამოვარჩევდი არის ძირითადი კითხვები მოდის ციფრულ ბაზარზე განვითარებასთან დაკავშირებით და როგორ უნდა გახდნენ, ასე ვთქვათ, კომპანიებისგან მოდის ეს კითხვა, როგორ უნდა გახდნენ უფრო წარმატებულები ონლაინ სივრცეში გაყიდვების მიმართულებით და რას უნდა უფრთხილდნენ და როგორია ტრენდები. ძალიან საინტერესოა კი. თაზო და თვითონ ინტეგრაციის ნაწილს რაც შეეხება რა, რამდენად მარტივი არის, ხა დავუშვათ ჩვენი საიტი არის აწყობილი Wix-ზე. ხო? და აი Quizlet-ის ინტეგრაცია რამდენად მარტივად ხდება ესეთ ასე ვთქვათ third party პლატფორმებზე.
ჩვენთვის გაცილებით უფრო მარტივია ერთ-ერთი პლატფორმაზე ინტეგრაცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად გამზადებულია ყველანაირი ინტეგრაცია და უბრალოდ ასე ვთქვათ, საიტის მფლობელისგან გვჭირდება რაღაცა თანხმობა და 5 წუთის ჩართულობა. ამიტომ ესეთი პლატფორმები როგორც არის Wix, Shopify, WooCommerce და ასე შემდეგ, გაცილებით ამატებს ინტეგრაციის პროცესს. რა თქმა უნდა, სხვა ტიპის ინტეგრაციებიც გვაქვს, ანუ არას ერთ-ერთი პლატფორმაზე აწყობილი საიტების შემთხვევაში, თუმცა ეს გაცილებით უფრო ამატებს პროცესს. აჰა. და მოდი იმაზეც მომიყევი რა, როგორ ხდება მაგალითად სწავლება, რომ დაუშვათ ამ chatbot-მა ჩვენზე, ანუ e-commerce ასოციაციაზე იცოდეს ყველაფერი, რომ მე უკვე ინტერაქციაში შევიდეს მომხმარებელთან რა. რამდენიმე კუთხით ხდება სწავლება, ანუ ერთი არის ზოგადი ინფორმაცია, რაც არსებობს, თქვათ, საიტზე და აქვს კომპანიას, რაღაცა შეიძლება იყოს ფაილების სახით რაღაც ფოლდერებში. მეორე მიმართულება არის, შეიძლება კომპანიას უკვე ქონდა რაღაცა ტიპის ჩატი, არა AI, უბრალოდ რაღაცა ჩატი და შესაბამისად შენახული აქვს რაღაცა სასაუბრო ისტორია და ამაზე დაკლონებითაც სწავლობს, როგორ უნდა პასუხობდეს კითხვებს, ანუ რა არის კომპანიის ტონი, როგორ უყვარს, როგორ დეტალობა უყვარს და ასე შემდეგ. და მესამე არის უკვე live რეჟიმში, როდესაც გროვდება ეს ინფორმაცია და ინტერაქციები, რა თქმა უნდა მუდმივად უყურებს ჩვენი AI ასე თავისით აკეთებს, ასე ვთქვათ, ფიდბექის გენერირებას, რომ იმის და მიხედვით როგორ პასუხობდა მომხმარებელი, ხვდება კმაყოფილი არის თუ არა მომხმარებელი იმ საუბრით და ამაზე დაყრდნობით ასევე ვახერხებთ დამატებით, რომ დავხვეწოთ კომუნიკაცია. გასაგებია. თაზო, ზოგადად როგორი ტიპის ბიზნესებისთვის არის chatbot-ი კარგი? აი უფრო როგორ ბიზნესებს გაუწევდი რეკომენდაციას, რომ chatbot-ი გამოიყენონ? ორი ტიპის ბიზნესს გამოვყოფდი. ერთი, ვისაც საიტზე აქვს ციფრული გაყიდვების არხი, ამ ბიზნესებისთვის ძალიან გამოსადეგია AI-ის დახმარება, იმიტომ რომ ეხმარება, რომ ეგრეთ წოდებული მოყვანილი ტრაფიკი, ლიდები არ დაკარგო და დააკონვერტიო. მეორე მხრივ ვიტყოდი ბიზნესები, სადაც ბოდიში ეს ეხება როგორც პროდუქტებს, ისე სერვისებს, ხო? რა თქმა უნდა, კი, თუნდაც გაწევრიანება, წევრობის, ასე ვთქვათ, საფასური და მისი გაყიდვა. კი ბატონო. მეორე, რასაც ვიტყოდი არის, რომ როდესაც კომპანიის შიგნით თანამშრომლები გაცილებით უფრო კარგად იცნობენ თავიანთ ბიზნესს ვიდრე მომხმარებელი, ანუ რაღაცა აცდენა, ასე ვთქვათ, ზოგად ცოდნაში მომხმარებელსა და ექსპერტს შორის. ასეთ საკითხებში ძალიან გამოსადეგია ხოლმე AI, იმიტომ რომ მას აქვს უნარი გესაუბროს როგორც ექსპერტს, გესაუბროს როგორც 5 წლის ბავშვს, გესაუბროს როგორც 80 წლის ადამიანს და ასე შემდეგ. ამიტომ შეუძლია რომ მაქსიმალურად მოგერგოს და იმ ენაზე დაგელაპარაკოს, რომელიც შენთვის გასაგებია და ეს კომპლექსურ საკითხებში ძალიან გეხმარება, ეს იქნება პროდუქტების შედარება, თუ ბენეფიტების აღწერა თუ რა. და chatbot-ები ზოგადად როგორ გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში? აი, ყიდვის გადაწყვეტილება რომ მიიღო, მოდი აი ნაწილით ჩავშალოთ რა, რომ გასაგები იყოს. ყველა ადამიანს ვიტყოდი აქვს თავისი პირადი შეკითხვები და წუხილები კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიღებაში. ზოგადად ისტორიულად ახლა საიტზე რაღაცას რო ხედავთ, ის არის ზოგადი ყველასთვის, არ არის იმდენ პერსონალიზირებული, შეიძლება რაღაც ვიჯეტები გადალაგებული იყოს, მაგრამ ინფორმაცია არის ერთნაირად დაწერილი ყველასთვის. AI ზუსტად ამაში გვეხმარება, რომ კონკრეტულად იმ მიმართულებით ესაუბროს მომხმარებელს, სადაც კითხვის ნიშნებია და სადაც არის ის რისკის ნაწილი, რის გამოც შეიძლება არ იყიდოს კლიენტმა. რადგან მას აქვს საშუალება, რომ დასვას ზუსტად ის კითხვა, რაც მას აწუხებს და მიიღოს შესაბამისად პასუხი. აჰა, გასაგებია. კარგი, თაზო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რა ვიცი, ასოციაციის ჩვენი წევრების და ზოგადად აი ამ e-commerce საზოგადოების სახელით და მინდა რომ კიდევ უფრო ბევრი წარმატება გისურვოთ. მადლობა. მადლობა ლადო. გავაგზავნოთ მეგობრობას. კი.